რამდენიმე წუთის წინ კახეთში საგანგებო შტაბის ხდომა დასრულდა. შეხვედრას იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი უძღვებოდა. პრეზიდენტი კი რუსთავიორის ინფორმაციით კვლავ კახეთში იმყოფება და სოფლებში მოსახლეობას ხვდება. მიხეილ სააკაშვილს სტიქიის პირველივე დღიდან არ დაუტოვებია დაზარალებული რეგიონი. მთავრობის ყველა წევრი ბოლო 3 დღის განმავლობაში კახეთშია და ჩართულია საგანგებო შტაბის მუშაობაში. ნატა მახულაძე მუშაობს კახეთში დილიდან. ნატა, რა გადაწყვეტილებები მიიღეს შტაბის ხდომაზე და რა მდგომარეობა ამ დროისთვის რეგიონში? ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები კახეთის მთლიანად რეგიონის მასშტაბით. სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სამთავრობო შტაბის ხდომა, რომელსაც უძღვებოდა იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. რამდენადაც ცნობილია, უკვე დაიწყო კახეთის მთელ რეგიონში სასურთაზო პაკეტის დარიგება, რომელშიც შედის შაქარი, ფქვილი და ზეთი. ასევე ცნობილია, რომ თელავს მიეწოდება წყალი, ვინაიდან მთლიანად პარალიზებული იყო ქალაქი და წყლის ნაგებობა, სათაო ნაგებობა იყო მთლიანად დაშლილი და შესაბამისად აღდგა წყლის სათაო ნაგებობა და თელავს მიეწოდება ამ დროისთვის წყალი. ასევე მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენა, თელავის ნაწილს უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და დღის ბოლოსთვის უკვე ქალაქს მთლიანად ექნება შუქი. მომენტისთვის უკვე თელავში შეიძლება ითქვას, რომ ქვედაუბანი და ცენტრალური უბნებს შესაძლებელია ელექტროენერგია მიეწოდოს. ამ დილას უკვე გამთენიისას ჩვენ ეს უბნები დავტვირთეთ, მაგრამ ეხლა ვაგრძელებთ პროფილაქტიკურ სამუშაოებს იმისთვის, რომ თავიდან ბოლომდე ყველა ეზოში შევიდეთ დაბალ ძაბვაზე და უკვე ფართო მასშტაბით გავიდეთ სხვადასხვა ჩიხებში. ბუნებრივი გაზის მომარაგების პრობლემა ამ ეტაპზე უკვე აღარ არსებობს, თავიდან ბოლომდე არის მოგვარებული და ყველას ბუნებრივი გაზი მიეწოდება უკვე უწყვეტად. 1 საათის განმავლობაში ახლა უკვე დაიწყება თელავში ამ პაკეტების დარიგება იმისათვის, რომ მოსახლეობას არ ქონდეს შიში, რომ რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი დააკლდა. ასევე დაიწყება დღეს საღამოდან და ხვალდილიდან მასიურად ყველა სოფელში ყვარელის დაზიანებულ, გურჯაანის დაზიანებულ და თელავის დაზიანებულ სოფლებში მოსახლეობისათვის ფქვილის, შაქრისა და ზეთის დარიგება. მიმდინარეობს აგრეთვე უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, ძირითადად სახურავებზე, უკვე სამშენებლო ბრიგადები დგანან და დაწყებულია მუშაობა. კახეთში მიმდინარეობს სოლიდარობის აქციას. ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, იმერეთიდან მოდიან მოხალისეთა ჯგუფები დაახლოებით 150 კაცის ოდენობით და ისინი მიიღებენ კახეთის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას. ქართულია მთლიანი რესურსი, მთელი საქართველოს მთავრობა კახეთში იმყოფება, ძირითადი ნაწილი. მრავალი სამინისტრო სამსახურები არის ჩართული. ქალაქის დასუფთავება ისევ გრძელდება, ელექტროენერგია ფაქტიურად თელავში აღდგენილია და დღის მეორე ნახევარში ძირითად უბნებს მიეწოდება. გაზი აღდგენილია, გურჯაანის რაიონშიც ასევე აღდგენილია გაზი. წყალმომარაგება აქვს თელავს და მინდათ რაც მთავარია კიდევ რომ დღეს განსაკუთრებული მასშტაბურობით დაიწყება ქალაქში სახურავების აღდგენა. სახურავების აღდგენას მოხალისეთა ჯგუფები სულ ცოტა ხანში დაიწყებენ სოფელ კულტყელაუში, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა სტიქიის შედეგად.